მოგესალმებით და მოგაწოდეთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად მივმართეთ გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, გაეროს სპეციალურ მომხსენებლებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოში დემონსტრაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებსა და მასობრივი კონტროლის ქიმიური და ექსპერიმენტული საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენ მიერ საერთაშორისო მექანიზმებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ეხება 24 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში გამართული მასშტაბური აქციების 7 ეპიზოდს, რომლის დროსაც არსებული მტკიცებულებების მიხედვით სამართალდამცავებმა გამოიყენეს ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის წყლის ჭაულში შერეული ქიმიური გამაღაზიანებლები და სხვა იდენტიფიცირებული და არაიდენტიფიცირებული ტოქსიკური და ექსპერიმენტული ნივთიერებები, რამაც დემონსტრანტებში გამოიწვია მძიმე და ხანგრძლივი ჯანმრთელობის დაზიანებები. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დოკუმენტირებული შემთხვევები, სამედიცინო კვლევები, დაზარალებულთა ჩვენებები და საერთაშორისო მედიის საგამოძიებო მასალები აჩვენებს, რომ გამოყენებულ ქიმიურ საშუალებებს არ ქონიათ სწრაფი და დროებითი ეფექტი, არამედ გამოვლენილი სიმპტომები, სუნთქვის მწვავე და ხანგრძლივი დარღვევები, ქიმიური დამწვრობები, ნერვული სისტემის დაზიანება, მხედველობის დარღვევები და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ფიქსირდება ქიმიური საშუალებების გამოყენებიდან ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგაც. აღნიშნული მიანიშნებს, რომ გამოყენებული ქიმიური საშუალებები ან მათი გამოყენების მეთოდები ცდება საერთაშორისო სტანდარტებით დაშვებულ ნორმებს. სუსის 5-დღიანმა ეგრეთ წოდებულმა გამოძიებამ და წარმოდგენილმა დასკვნამ პასუხების ნაცვლად შეკითხვები კიდევ უფრო გააჩინა და ეჭვები კიდევ უფრო გაამწვავა და ცხადყო, რომ საქართველოში არ არსებობს ეფექტიანი, დამოუკიდებელი და სანდო გამოძიების მექანიზმი. სუსმა დაადასტურა, რომ შსს მფლობელობაში ნამდვილად იყო ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება კოდით UN-1710 და მისი გამოყენება უარყო მხოლოდ 4-5 დეკემბრის ღამეს. შესაბამისად, უპასუხო დარჩა შეკითხვა, გამოიყენა თუ არა აღნიშნული ქიმიური ნივთიერება შსს-მ 6 სხვა შემთხვევაში. გამოძიებამ ასევე სათანადოდ არ გამოიკვლია და არ გაასაჯაროვა მნიშვნელოვანი ინფორმაციები, ექსპერტული დასკვნები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და სხვა. ზემოაღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით ჩვენ მოვუწოდებთ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს გამოიყენოს საკუთარი მანდატი და განიხილოს ფაქტების დადგენის ან საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა. პარალელურად ჩვენ მივმართეთ გაეროს სპეციალურ მომხსენებლებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, რათა მათ საკუთარი მანდატის ფარგლებში მოახდინონ რეაგირება. უზრუნველყოს საერთაშორისო ზედამხედველობა და ხელი შეუწყონ სამართლის დადგენას დაზარალებულთა უფლებების დასაცავად. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, არის არა მხოლოდ წარსულში ჩადენილი მძიმე დარღვევების გამოძიება, არამედ მომავალში მძიმე სამართალდარღვევების პრევენცია. ქიმიური მოწამვლით დაზარალებულებს უფლება აქვთ იცოდნენ სრული ინფორმაცია გამოყენებული ქიმიური ნივთიერების შესახებ, რათა მათ შეძლონ ადეკვატური მკურნალობა. ამასთან ჩვენ გვსურს მივესალმოთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლის საქართველოს საკითხზე მომხსენებლების და მონიტორინგის კომიტეტის ინიციატივას, რომლითაც მათ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს შეისწავლონ საქართველოში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების და მათი ფაქტი და მათი გავლენა ადამიანის უფლებებზე. ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ბრძოლას ადამიანის უფლებების დასაცავად და მოვუწოდებთ საერთაშორისო ადამიანის უფლებების მექანიზმებს და ინსტიტუტებს, რომ იმოქმედონ მყისიერად და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი დაზარალებულთა დასაცავად და მათი ღირსების აღსადგენად. მადლობა. ქიმიური მოწამვლის საქმე გამოძიებულად არ შეიძლება ჩაითვალოს იმ 5-დღიანი სპექტაკლით, რომელიც სუსმა ჩაატარა. რეალურად სუსმა უფრო დაფარა მტკიცებულებები, ვიდრე გამოავლინა ისინი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს მუშაობა ამ მიმართულებით. ჩვენ გვაქვს გეგმები, მოგვიანებით გაგაცნობთ კიდევაც თუ როგორ უნდა მოხდეს სხვადასხვა მტკიცებულებების შეგროვება, მაგრამ გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუციები და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვითმა ორგანიზაციებმა გააგრძელონ ამ საკითხის შესწავლა. აუცილებელია, რომ გაერომ, ევროპის საბჭომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა გამოიყენონ ყველა ბერკეტი, მათ შორის ფაქტების დადგენის მიზნით, ვინაიდან ჩვენ დღემდე არ ვიცით ზუსტად რა ქიმიური ნივთიერებები და რა ფორმით იქნა გამოყენებული ადამიანების წინააღმდეგ. სახეზეა ხანგრძლივი ჯანმრთელობის
დაზიანებები და ამას სჭირდება სათანადო მკურნალობა და წარმოუდგენელია ეს მკურნალობა იმ ცოდნის გარეშე, თუ კონკრეტულად რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდნენ მოსახლეობის წინააღმდეგ. ამიტომ ეს საკითხი ცხადია ამოწურული არ არის სუსის ეგრეთ წოდებული ხუთდღიანი გამოძიებით, მუშაობა გრძელდება და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები აუცილებლად ჩაერთვებიან ფაქტების დადგენაში და გამოძიებაში, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი იმ მძიმე დარღვევებისა და საერთაშორისო სამართლის მძიმე დანაშაულებისა, რომელიც ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. აქვე გაგახსენებთ, რომ არც ერთი წამების და არაადამიანური მოპყრობის საქმე ჯერჯერობით არ არის გამოძიებული და პასუხგაცემული, გრძელდება ადამიანების მასობრივი დაჯარიმება, დაკავება, უკანონო პატიმრობა, სამართლიანი სასამართლოსადმი უფლების უხეში დარღვევა და სხვა მძიმე დარღვევები. ყველა ეს დარღვევა უნდა განვიხილოთ ერთობლიობაში, რომელიც საბოლოო ჯამში გავყავართ ძალიან მძიმე საერთაშორისო დანაშაულებზე, ამიტომ მუშაობა ცხადია გრძელდება და ჩვენ სიახლეებით აუცილებლად დაგიბრუნდებით. როგორც იცით, უკვე ბოლო ერთი თვეა შაბათობით იმართება მანიფესტაცია ფილარმონიიდან პარლამენტის შენობის მიმართულებით, რომლის ძირითადი მიზანიც არის უბრალოდ ეს საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა ამ ქიმიურ მოწამვლის საქმეზე. 27 დეკემბერს შაბათ 7 საათზეც გაიმართება ანალოგიური ტიპის მანიფესტაცია ფილარმონიიდან და ყველას გელით და მნიშვნელოვანია რომ ეს მოთხოვნები ამ ფორმით ისევ გაგრძელდეს.